ტრამპი ამბობს, რომ პანამის არხი უნდა ეკუთვნოდეთ ისევ ამერიკელებს. My administration will be reclaiming the Panama Canal and we've already started doing it. თუ რამდენად სერიოზულია მისი მუქარები და რა განზრახვები აქვს, ჩვენ მოგიყვებით ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ელენე და გუგა, ცხოვრობთ პანამაში და სიამოვნებით გიამბობთ ამ ამბავს პანამის არხის შესახებ. Panama City-ში დიდი აჟიოტაჟია მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ან პანამელები უკან დაიხევენ და ჩინეთთან შეწყვეტენ ყველანაირ ურთიერთობას, რაც უკავშირდება პანამის არხს, ან ის პანამის არხს ძალით დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ეს არავის არ გახარებია, ზოგი მეტად ღელავს, ზოგი ნაკლებად. თუმცა ჩვენ როგორც პანამა სიტიში მცხოვრები უცხოელები და თან აქ ბიზნესი გვაქვს, ძალიან გვაღელვებს ეს საკითხი და აქედან გამომდინარე გვინდოდა რომ გაგვერკვია ჩვენთვის რამდენად რეალურია ის საფრთხეები, რაზეც ტრამპი საუბრობს. აქვე ეკრანზე აი გემი ყვირის ახლა აქვე ეკრანზე გამოჩნდება კომენტარები რამდენიმე ჩვენი გამომწერის, რომელიც როგორც ჩანს, სხვისი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს არცემს და რატომღაც გვისურვებენ, რომ ნეტა ტრამპმა დაგვიპყროს და ასე შემდეგ. ეს საკე განხილვის საკითხია. არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, 50,000 გამომწერზე ვბრუნდებით საქართველოში და უკვე ავწდით 5,000, ანუ სულ რაღაც 45,000 გამომწერი დაგვშა და მალე გამოგვიწერეთ და ეხლა გავაგზავნეთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. ეხლა მოვედით ამატორზე, რომელიც არის პანამის არხთან გაშენებული ხელოვნური კუნძული, იახტ-კლუბი, ადრეს ამერიკელებმა თავისთვის ააშენეს და დაგათვალიერებინებთ თან როგორია და თან გავაგრძელებთ ამბის ხრობას. სხვათა შორის, როგორც ინტერნეტში ვნახე, პანამის დროშით მსოფლიოში დაცურავს ყველაზე მეტი გემი, ნავი, ყველაფერი რაც არის მცურავი ერთად. ეხლა გავაგრძელოთ, რატომ არის პანამის არხი მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის. პირველ რიგში თვითონ ააშენეს და მათი რესურსით არის აშენებული. მეორე ის, რომ პირველი, ესე ვთქვათ, მომხმარებელი ყველაზე მეტი გემებით არის აშშ და მეორე არის ჩინეთი და ზოგადად რომ წარმოიდგინოთ, საზღვაო ტვირთბრუნვის 6% გადის პანამის არხის მეშვეობით. ანუ ძალიან დიდი სავაჭრო და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მას ამერიკელებისთვის და ჩინელებისთვისაც. მე-20 საუკუნის დასაწყისი. ამერიკა დიდების ზენიტშია. პრეზიდენტი რუზველტის მხარდაჭერით და ინიციატივით იწყება გრანდიოზული პროექტი პანამის არხის მშენებლობა. პანამის არხის მშენებლობის ისტორიას ამ ვიდეოში არ მოგიყვებით, რადგან ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ თუ გაინტერესებთ, დაგვიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გადავიღებთ ამ ეპიზოდსაც. 1914 წელს დასრულდა არხის მშენებლობა და პირველივე დღიდან მას და მის გარშემო ზონას მართავდა აშშ. აქ ამერიკელებს საკუთარი ქალაქები ჰქონდათ, სამხედრო ბაზები, სკოლები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. პანამელებისთვის ეს ტერიტორია სრულიად იზოლირებული იყო. არაერთი პროტესტი გაიმართა პანამელების მიერ საკმაოდ ბრუტალურებით. საბოლოოდ კი 1977 წელს ისტორიული შეთანხმება გაფორმდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა და პანამის სამხედრო ლიდერმა ომარ ტორიხოსმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც პანამის არხი ეტაპობრივად გადავიდოდა პანამის კონტროლის ქვეშ. ეს პროცესი 20 წელი გაგრძელდა და 99 წლის 31 დეკემბერს საბოლოოდ პანამამ თავის ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაიბრუნა. თუმცა ამერიკელთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ეს შეცდომა იყო. რონალდ რეიგანი უკმაყოფილო იყო კარტერის გადაწყვეტილებით. ჩვენ ავაშენეთ, ჩვენია და რატომ ვაძლევთო ამბობდა. სწორედ ამას იმეორებს ახლა ტრამპიც.
Taking it back. We're going to take it back. He just said take it back. That's a good idea. ეხლა პატარა გეოგრაფიის გაკვეთილი ჩავატაროთ. რა ხდება საერთოდ ვინ მართავს ამ პანამის არხს რომ კარგად გავიგოთ. მოკლედ, პანამის არხის მთავარი ნაწილი ყელი არის პანამას სითიში. თუმცა მას აქვს შესასვლელი და გასასვლელი ატლანტიკის ოკეანიდან და წყნარი ოკეანის მხრიდან. პანამის არხს ქალაქში მართავენ ნამდვილად პანამელები, როგორც ხელშეკრულებით არის დაკისრებული აშშ-ის მიერ. თუმცა გასასვლელ და შესასვლელ პორტს მართავს ჩინური კომპანია, რომლის წინააღმდეგიც არის ტრამპი, კონსერვატორები და ძალიან ბევრი ადამიანი ამერიკაში. ზუსტად აი ამ, ესე ვთქვათ, გასასვლელი, შესასვლელი პორტის მართვის გამო არის ამხელა ამბავი ატეხილი და ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ეს ხელშეკრულების დარღვევა არის. ეს რომ გავიგოთ ზოგადად რა ხდება. ეხლა გუგა გააგრძელებს მოყოლას, რა უნდა ტრამპს და რა მოთხოვნები აქვს. პანამა როგორც მოგიხსენებათ, პატარა ქვეყანაა, როგორც ჩვენ 4 მილიონი არიან და ცდილობდა ესეთი ჭკვიანური პოლიტიკის გატარებას, უნდოდა ამერიკასთანაც და ჩინეთთანაც თანაბრად კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა და ერთ დღეს გამოაცხადა, რომ ტაივანი არის ჩინეთის ნაწილი, რის მერეც ჩინეთმა დაიწყო ინვესტიციების გაკეთება პანამაში. ტაივანთან ავტომატურად გააუქმა პანამამ ყველანაირი ურთიერთობა და შემოვიდა პანამაში ჩინეთი, რომელმაც დაიწყო მასშტაბური ინვესტიციების გაკეთება, როგორიც არის ხიდები, კლინიკები, სკოლები და ასე შემდეგ. ტრამპი რაც პრეზიდენტი გახდა, იმის მერე დააყენა ორი საკითხი. პირველი, რომ გემების გასასვლელი და შემოსასვლელი კანალიდან უნდა გაეკონტროლებინა ისევ ამერიკას და მეორე, რომ ამერიკის გემებს უნდა ესარგებლათ ისევ უფასოდ პანამის კანალით. რადგან პანამა უპასუხა, რომ გააუქმებდა და გააკეთებდა იმას, რასაც ეუბნება ამერიკა, მაგრამ ფიზიკურად არ ქონდა იმდენი ფული პანამას, რომ გადაეხადა ის ჯარიმა, რომელიც დაეკისრებოდა ამ ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში. რის მერეც ამერიკამ, რა თქმა უნდა, იპოვა გამოსავალი და შეთავაზა ესეთი რაღაც, რომ BlackRock-ი იყიდიდა ამ ჩინურ კომპანიას. და დღესდღეობით ამაზე მიდის მოლაპარაკება და მუშაობა მეგობრებო. And above all, China is operating the Panama Canal, and we didn't give it to China, we gave it to Panama. მართალია, ტრამპი ცნობილია თავისი პოპულისტური განცხადებებით, მაგრამ პანამელებს კარგად ახსოვთ 1999 წლის 20 დეკემბერი, როცა ამერიკამ ჯარი შემოიყვანა პანამაში, დიქტატორი ნორიეგას დასამხობად. ამ სპეცოპერაციის დროს ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეც დაიღუპა და ეს დღე მას შემდეგ არის პანამის ეროვნული გლოვის დღე. ასე რომ ტრამპის სიტყვები შეიძლება ჯარით დავიბრუნოთ, პანამელებისთვის ცარიელი მუქა არ არის, არამედ უახლოესი წარსულია. ამადორი გარდა იმისა, რომ პანამის არხის ნაწილია და ასევე ამერიკელების აშენებულია, დღეს პანამელების საყვარელი სანახაობაა და საღამოს, ესე ვთქვათ, სულაკს ეინობენ, ძალიან ტურისტული ადგილიც არის, ამიტომ რამდენიმე პანამელსაც გავესაუბრებით, რას ფიქრობენ ამ საკითხზე. It's like a mocking for us to retrieve what's ours, like to rob something that was ours before. Okay. And Panama Canal is like your national treasury, or like what do you think about Panama Canal? It's your what? For me, For you and for your mom. dice que qué piensa o qué es el canal de Panamá para nosotros. Nosotros. El canal de Panamá somos nosotros, Ajá. los panameños, todo esto que tú ves a tu alrededor. Okay. Eso nos representa. Okay. As I understood, she said that it's us. Like it represents us. It represents us. Totally, 100%. Okay. And what does she think about China? Is China like partner country to Panama? Like they have friendship, or what type of relationship do they have? China and Panama have a good friendship, like politic and everything about that related to politics, economic. So United States has been trying to like break that friendship they have together. Okay. Mucho gusto, gracias. Bye. Ciao. Your English is very good. Yeah. Sí, sí, muy bien. Ciao.
ჩვენი მეორე რესპონდენტი არის კარლოსი პანამიდან, რომელსაც აქვს საჰოთ-დოგი ზუსტად პანამის არხის შესასვლელთან. Hi Carlos. Hola. What do you think about Panama Canal? Is that something like national treasury for you as the Panamanian? Yeah, you know, it's all treasure. It's all because make a lot of employers, because make a lot of money, you know, for education, you know, and have a unique location. And this make a lot of ports over here. This make employers. This make money, you know, for all the Panamanians. Okay. What do you think about Trump saying that he wants Panama Canal back? Well, I think that's impossible. You know, I think that's impossible. He's only making a pressure, something like that, for came back. But he's only talk like bullshit. You know. Okay. I think this is gonna happen. Okay. So, as I understand, you are not afraid of his statements. Yeah. Yeah. Okay. And how do you think is Panama government going to make some kind of deal, maybe good fees for the American ships to enter the Panama Canal, or let China go away? What do you think? Well, I think that you know we have right now we have a lot people protesting because the president signed like some contract, something like that. And we don't want that over here. Like me, like Panama, I don't want bases, military bases from United States over here. I don't want it. And But they are going to make it? He signed the bill? yeah, he signed it. Okay. So, you know, all Panamanians are protesting for that. We don't want that back. We have Okay. like 8 years, something like that. The bases and militaries from USA over here. We don't want Okay. more. ესე იგი, რაც ჩემი კვლევის დროს გამომრჩა და ვერ ვნახე ნიუსებში, თურმე აქაურ პრეზიდენტს ხელი მოუწერია კანონზე, რომლითაც ამერიკელ სამხედროებს ეძლევათ საშუალება, რომ სამხედრო ბაზებზე დაბრუნდნენ აქ და პანამა სიტიში არის დიდი პროტესტები ამასთან დაკავშირებით. What do you think about China? You know, we have to be allies with all the countries in the world. Not only China, UK, USA, Canada, all the countries. ნუ ყველასთან მეგობრობა უნდათ, მარტო ამერიკა არ გვინდა, ყველას მეგობრები უნდა ვიყოთო. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პანამა პატარა ქვეყანაა, თავის ჯარი არ ყავს და მაინც უფრო თავის საერთაშორისო ურთიერთობებზე არის, ესე ვთქვათ, ორიენტირებული და ამის იმედი აქვს. What is the United States role in your country? Well, right now it's very difficult to say, you know, because all the pressure from Trump. But the history say that we always be allies with the United States. We have a good friendship, you know, other things. Okay. Have a nice Okay, day. thank you, Carlos. Thank you. Bye. My husband is saying that your chorizo is very, very delicious. Very good hot dog. Thank you. Bye. გილერმო არის პანამელი და ეხლა საჰოთ-დოგესთან შევხვდა პანამის არხის წინ და დაგვთანხმდა, რომ რამდენიმე კითხვაზე გაგვცეს პასუხი. Hola, Guillermo. Hola. I will ask you in English, okay? You can reply in Spanish if you want. What do you think? What is Panama Canal for Panamanians? It's your national treasury or... Yeah? Sí, digamos que el mayor ingreso de Panamá está por el canal. Y es lo que, por lo menos, si tú le preguntas a un extranjero ¿qué conoces de Panamá? Ellos te van a decir dos cosas: Roberto Durán y el canal de Panamá. Okay. ორი ეროვნული გმირი ყავსა, პანამის არხი და რობერტო დურანიო, boxer. Yep. Yeah. And what do you think about Trump saying that he wants Panama Canal back? Es un loco. She's crazy. Yeah. So, ну, გადმოვთარგმნით, რომ გიჟი არ ეთანხმებიან, რა თქმა უნდა. Is it possible? No, that's not possible. People will
people will protect Panama Canal or he's just maybe making statements, nothing serious. What do you think? La gente está muy enojada con eso porque prácticamente toda la plata que entra del canal se la reparten entre millonarios. Muy poco entra acá al pueblo. Algunos dicen que con alguna, por ejemplo, con alguna, ¿cómo que se le dice esa palabra? Cierto porcentaje va dizque, a la educación, pero eso casi nunca se ve. Las escuelas están en mal estado, las carreteras en mal estado, no hay agua y la plata no la ve el panameño, por eso es que el panameño, algunos dicen no voy a defender el canal. Algunos dicen eso. ამდენი ესპანური არ ვიცი, ამიტომ პროგრამით გადმოვთარგმნით სუბტიტრებს და my last question. What do you think? Is America influencing Panama too much in terms of politics, decisions? Estos últimos meses sí, con el tema de China. Trump amenazó, bueno, yo diría que lo amenazó, pero el mulino no da la talla. Okay. როგორც მივხვდი, ამათ ახლანდელ პრეზიდენტს მულინოს დიდად არ აინტერესებს იმათი გავლენები, მაგრამ პროგრამით გადმოვთარგმნით და მერე ვნახავთ. And last question, is America your friend or partner? How would you describe United States as the country for Panama? Son unos buenos aliados, sí, digo yo, pero o sea, si ellos quieren algo del canal, por lo menos que ellos nos den algo a nosotros. Que nos quiten la visa, por ejemplo. Cosas así, ¿no? Pero bueno. როგორც მივხვდი, ამერიკის მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს, ისიც თქვა, რომ პანამის არხი ამერიკელების აშენებულია ჩვენთვისო. ერთადერთი პრობლემა ტრამპია გილერმოსთვის. Muchas gracias, mucho gusto. დავბრუნდით სახლში, მოვიარეთ მთელი პანამას city, ვეჭორავებთ ადგილობრივებს, ინტერნეტშიც მოვიძიეთ ინფორმაცია და გეტყვით ჩვენ შემაჯამებელ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. დავიწყოთ გუგათი. მე ვფიქრობ, რომ გასაგებია, რომ პანამის არის პანამის არხი და პირველ რიგში პანამელების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ ასევე არ უნდა დავიწყდეთ პანამელებს, რომ ამერიკის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ უსაფრთხო ქვეყანაა პანამა დღეს და ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, მე მგონი, ამ კონტინენტზე. აქედან გამომდინარე, ხო, რა უნდა აქვთ უფლება, რომ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგრამ როცა ესე ითხოვს ამერიკა, გასაგებია, რომ მიიღებს იმას, რაც ითხოვს. აქედან გამომდინარე, ჯობია, რომ იმეგობრონ და რავი, ესმით ალბათ და ეს პანამელებსაც ჩემი კომენტარი ესა. მეც ვეთანხმები გუგას, უბრალოდ იმას დავამატებდი, რომ არსებობს ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებით უკვე 30 წლის წინ გადაწყვიტეს ამერიკელებმა, რომ პანამას გადმოეცეს ეს არხი და დღეს ამ ხელშეკრულების ცვლილების მოთხოვნა არ არის სამართლიანი და არც რელევანტური. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩინეთის გავლენები უნდა შესუსტეს პორტზე და ეს ნამდვილად სამართლიანი მოთხოვნაა ტრამპის თქმიდან, მაგრამ გამოხატვის ფორმა აქვს ცოტა აგრესიული და აღიზიანებს პანამელებს. პანამელებს ვისაც ვესაუბრეთ, ყველას აქვს უფრო მასთან პრობლემა. თვითონ ამერიკაზე ცუდად არავის არაფერი დიდად არ უთქვამს და სულ ეს იყო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ვფიქრობთ, რომ საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა, იმიტომ რომ აქ ვცხოვრობთ, აქ ხდება ეს და გვინდა და ჩვენი თვალით დანახული ეს ამბავი გვეთქვა.